თამარ მიქელაძე 15 წლის. სწავლობ მახალაგეძეების საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა, კითხვა, წერა და სამზარეულოში ფოსფოსი. 12 წლამდე წიგნის კითხვის მოყვარული ნამდვილად დიდად არ ვიყავი, თუმცა დეიდაშვილმა მერჩია გროსმაისტერი წამეკითხა და ძალიან მომეწონა და მას შემდეგ ვაგრძელებ წიგნის საკითხს. ამ წიგნით აღმოჩნდი ახალ სამყაროში. ჩემი საყვარელი წიგნია დათო ტურაშვილის შენსების თაობა. სახლში მაქვს პატარა ბიბლიოთეკა, წიგნების შეძენას კი ზრუნავენ ჩემი მშობლები. ამ ბიბლიოთეკის უხელფასო დირექტორი ვარ მე. მე რომ წერალი ვიყო, წიგნს დავწერდი სიყვარულს. ამ წიგნის მთავარი პერსონაჟი ვიქნებოდი მე. 12 წლიდან მწერე ლექსებს. მის ყველა ლექსი მაქვს სევდით სავსე. ერთი მაქვს ჩემი სოფლის გმირზე, სამი მაქვს სიყვარულზე და კიდე დანარჩენები. ერთი დროზე მაქვს, ერთი გალაქტიონზე მაქვს. სხვადასხვა ლექსებს წერ, თუმცა უფრო მეტი ლექსები მაქვს სიყვარულს. ერთი ლექსი მახსოვს და მინდა რომ შემოგთავაზოთ. სიყვარული, სიყვარული. ნუ თუ ასეთი მტკივნეული, ცრემლით სავსე, დარდით სული, ვეღარ დამაქვს ხელით გული. ფიქრები და გული ისევ გამორბიან შენს კენისევ, გულნატკენი სევდით სავსე, თვალები მაქვს ცრემლით სავსე. რა ყოფილა ეს ასეთი, წამიღო და წამიყვარა, დამავიწყა ეს ცხოვრება, შენთან ყოფნა გამახსენა, თვალები კი ერთს ამბობენ. ისევ გინდა ჩემთან ყოფნა, მაგრამ მე კი მაპატია, აღარ მინდა შენთან ყოფნა. გული გატყდა, გამიტეხე, დაიმცხრო და გაცამდორდა, დასრულდა და კვლავ დაიწყო სიყვარულიც ასემრჩა. სიყვარული, სიყვარული, ნუ თუ ასეთი მტკივნეული, ცრემლით სავსე, დარდით სული, ვეღარ დამაქვს ხელით გული. მახსოვს პირველი ლექსი როგორ დავწერე, ვიყავი ოთახში, წვიმიანი ამინდი იყო და უცებ მოვიდა მუზა და დავიწყე ლექსის წერა. როგორც მახსოვს, თავიდან ბოლომდე ერთი ამოსულ თქვით დავწერე. სამომავლოდ დაგეგმილავს, რომ გამოვცე პატარა წიგნი. ჩემი ლექსების პირველი შეფასებელია ბაბუა. თვითონაც წერს და ძალიან უყვარს პოეზია. უკვე ერთი თვეა გავხდი მწიგნობარის წევრი. ჩატარდა მხატვრული კითხვის კონკურსი და ამით გავხდი მწიგნობარის წევრი. კითხვა ამიტომ არის ადამიანისთვის საჭირო, რომ როცა კითხულობ, სხვა სამყაროში მოგზაურობ და რამდენი წიგნიც გაქვს აკითხული, იმდენი ადამიანი ხარო და დღითი დღე იზრდები. და რაც მთავარია, წიგნი ხდის ადამიანს უკეთესს. ჩემი სკოლა ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მყავს ერთგული მეგობრები და მყავს საუკეთესო მასწავლებლები. სამწუხაროდ ცოტა ვართ კლასში, თუმცა ბედნიერება მაინც სულობს. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია შოთა მახარაძე. ყველაზე მშვიდია მარიამ ჭედლიშვილი. ყველაზე ცელქია ლუიზა ფუტკარაძე. მარვინა ბერიძე ჩემი საუკეთესო მეგობარია და ყველაფერი კარგი მეთქმება მასზე. მე ვარ ყველაზე გაწონასწორებული და ზრდილობიანი. ჩემი საყვარელი საგანია ქართული ენა. საყვარელი მასწავლებელია ზურაბ მახარაძე, რადგან ის არის მეგობრული და თავისი საქმის პროფესიონალი. პროფესიაზე ჩამოყალიბებული ჯერ არ ვარ, მაგრამ მინდა გამოვიდე ამ ფსიქოლოგი ან მასწავლებელი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ადვოკატი. ახლა მინდა რომ ვიყო 18 წლის, რადგან მაინტერესებს როგორია სტუდენტობა. სახლში ვცხოვრობ მე, ჩემი ორი და, ძმა, ბებია, ბაბუა, დედაჩემი და მამაჩემი. მეტი და ძმა აღარ მინდა, რადგან სახლში ვეღარ ვეტევით. ყველაზე მეტად ნევროს მიშვის ჩემი უმცროსი ძმა. მამაჩემი არის ყველაზე კეთილი, მზრუნველი, საყვარელი და სრულების შემსრულებელი ადამიანი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედაჩემი არის ლამაზი, კეთილი და ჩემთვის მისაბაძი პიროვნება. მე ვარ კარგი დიასახლისი, რადგან საჭმელობსაც ვაკეთებ და სახლსაც ვალაგებ. პირველად საჭმელი გავაკეთე, ვიყავი 8 წლის. ეს საჭმელი იყო კექსი. ახლა ყველაზე გემრიელად გამომდის ტორტის გამოწყობა. ჩემი საყვარელი საჭმელია ხინკალი. მიყვარს ფილმების ყურება და ჩემი საყვარელი ფილმია უბის წიგნაკი. დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ამ ფილმში მთავარ როლს. ჯადოსნური ოჯახი რომ მქონდას, გავხდებოდი მილიონერი. ბევრი ფული რომ იქნება, ვიყიდიდი სახლს, მანქანას და გაჭირებულ ადამიანებს დავეხმარებოდი. პირველ რიგში დავეხმარებოდი უსახლკარო ადამიანებს. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი გალაპაგოსის კუნძულზე. ჩემი აცნობის საჩუქარია ნამდვილი მანქანა. ჩემი აზრით, 27 წელს რო გავხდები, ვიყიდი შავ ბევს. წინა მონაწილემ დამიტოვა ასეთი შეკითხვა. თამარი რომ არ მერქვას, რა მერქვეოდა? მე თამარი დამარქვა დედამ და ეს სახელი ძალიან მომწონს. მაგრამ თამარი რომ არ მერქვას, ალბათ მე მერქვეოდა ევა. ჩემს შვილებს დავარქმევ ნოას, დემეტრეს და ნოეს. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ ასეთ შეკითხვას. ვისთან ერთად იცხოვრებ და უკაცრიელ კუნძულზე? მე მაგალითად უკაცრიელ კუნძულზე ვიცხოვრობდი ჩემს მეგობართან ერთად. ეს მეგობარი არის მარვინა ბერიძე. ბედნიერება არის საყვარელ ადამიანებთან ერთად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.